წარმოიდგინეთ, სოფლიოში ცნობილი მხატვრის ნახატი გონიათ, რომ რამოდენიმე მილიონად შეისყიდათ და ამ ასობაში თურმე ის ნამდვილი არ არის, ორიგინალი არ არის, როგორია. შესაბამისად, ჩაერთო პოლიცია, ატყდა ერთი ამბავი და გზადაგზა გაირკვა ის, რომ ოტოს ძმა მხატვარი იყო და მის სახელოსნოში აღმოაჩინეს ჩანახატები, რომლებიც ძალიან გავდა ვან გოგის სტილს. ასევე დაახლოებით 16-მდე თვითონ ახალი დაწყებული ზეთში ნამუშევარი, რომელიც ასევე ძალიან გავდა ვან გოგს. აღსანიშნავია ისიც, რომ ოტოს მამაც მხატვარი იყო, რომელიც უშუალოდ კოპიოების დამზადებით იყო დაკავებული და მაგითი ირჩენდა თავს. ხო და აი ესეთი ამბავი დატრიალდა, მაგრამ ეს ყველაფერი მარტივად არ დასრულდა. და ახლა ვეკითხვით რატო. პოლიციამ ვერანაირი მტკიცებულება ვერ მოიპოვა იმის დასადასტურებლად, რომ ოტოს ძმა და მამა იყვნენ ავტორები ამ ასლების. შესაბამისად, ისინი მსჯავრდებულები ვერ გახდნენ. საბოლოო ჯამში გარკვეული პერიოდის მერე ბროკერების და ხელოვნების ასოციაციამ გერმანიის უჩივლა ოტოს სასამართლოში და ამის მიზეზი იყო ის, რომ ბაზარმა ძალიან დიდი ზარალი მიიღო ამ ისტორიის გამო. ბროკერებს აღარავინ აღარ ენდობოდა და არა მარტო ვან გოგის, არამედ სხვა ნამუშევრების შესყიდვაც არ უნდოდათ. შესაბამისად, ყველა ბროკერმა და მუზეუმმა იზარალა ამით. და თავისი სახელის და იმიჯის გამოსასწორებლად უჩივლეს ოტოს და დაიწყო სასამართლო. სასამართლო იყო გენიალური სანახავი. წარმოიდგინეთ კადრი, ოტოს ის მსჯავრდებული სკამზე, მის ზურგს უკან გამოფენილია ვან გოგისებრი ნამუშევრები, კოპიოები და დარბაზში ხედან ყველაზე დიდი მუზეუმების დირექტორები, ექსპერტები, ხელოვნებათმცოდნეები. ძალიან გული მწყდება, რომ მე ამ სასამართლოს ვერ დავესწრებოდი ვერაფრით, მაგრამ ძალიან საინტერესო იქნებოდა. სასამართლოც ისე განსხვავებულად მიმდინარეობდა, იმიტომ რომ ხელოვნებათმცოდნეები, რომლებმაც დაადასტურეს ამ ნამუშევრების ნამდვილობა, არაფრის დიდებით არ აღიარებდნენ თავის შეცდომას. შესაბამისად, სერიოზული ჩარავები და ექსპერტიზები იყო საჭირო. ერთ-ერთი ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ოტოს ნამუშევრებში გამოყენებული იყო სპეციალური სითხე, რომელიც აშრობს საღებავებს. საინტერესოა ისიც, რომ ეს სითხე საერთოდ წარმოებაში მიიღეს ვან გოგის გარდაცვალების შემდეგ 2 წელიწადში. ეს სითხე აშრობდა სქელ ფენას აყებავს და